ამ წუთებში თავდაცვის სამინისტროში ბრიფინგი იწყება. განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილე აკეთებს, რასაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დაკავებული იქნა ერთი პირი 1959 წელს დაბადებული ვშ, რომელიც დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად გარკვეული ფინანსური სარგების სანაცვლოდ ყალბი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით დახმარებას უწევდა საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში. გამოძიებით დადგინდილია, რომ მან დახარჯა დახმარება გაუწია 30-ზე მეტ პირს, რაშიც თაღლითურად დაეუფლა 100,000 ლარზე მეტს. დაკავებული პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა 6,000 ლარზე მეტი, ხოლო დაკავებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა 105,000 აშშ დოლარი და 50,000 ლარი. ასევე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა დაფასოებული სახით. ხსენებული სისხლის სამართლის საქმეზე სხვა პირთა გამოსავლენად გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც შესაძლებელია გაფართოვდეს დანაშაულე პირთა წრე. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მეორე ნაწილის ბ პუნქტით და 362 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნებისმიერი მსგავსი გამოვლინების მიმართ იქნება უკომპრომისო და იმოქმედებს კანონის სრული სიმკაცრით. მადლობა. თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენთ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგს.